დილამშვიდობისა საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის. ამ ორგანიზაციის სახელი ზუსტად გამოხატავს მის მთავარ არს. თუმცა ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. დღეს ხელმოწერების შეგროვება იწყება პეტიციისთვის, რომელმაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობა უნდა გააადვილოს. ღია საზოგადოება საქართველოს ხელშეწყობით პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღეს ჩვენ სტუდიაშია სტუმრად მოსული გიორგი ახმეტელს წარმოგიდგენთ. მოხვედი ჩვენთან გიორგი. მოდი სანამ საუბარს დავიწყებთ, უნდა ვთქვა რომ პირდაპირ ჩართვა გვექნება რამდენიმე წუთში. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მიბრძანდით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პეტიციაზე ხელმოწერები იწყება. თუმცა რასაკვირველია, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში. გიორგი, თქვენ დაიწყეთ ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ ინიციატივით შეხვიდეთ ქალაქის მერიაში, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად მოერგოს ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. დასაწყისისთვის ალბათ მინიმალურად მაინც რომ დაიწყოს ეს შესაძლებლობა იყოს რამდენიმე ავტობუსი მაინც რომ გამოჩნდეს ქალაქში. მე მახსოვს ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალური არის უკვე კარგა ხანია. მახსოვს ის რომ გადაცემა პოსტსკრიპტუმში გიორგი გვიშიანმა გააკეთა რეპორტაჟი, სადაც ის ეტლით ცდილობდა ქალაქში გადაადგილებას და ყველაფერმა გამოამჟღავნა ის პრობლემები, რომელიც მას შეექმნა. იყო რამდენიმე მცდელობა, როდესაც რამდენიმე წლის წინ შემოიყვანეს რამდენიმე ერთეული ესეთი ტრანსპორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო სპეციალურად ეთლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, თუმცა დღესდღეობით კვლავ გავართ ამ საკმაოდ მწვავე პრობლემის წინაშე. ისე მწვავე დგას, როგორც თქვა, ეს იყო 10-20 წლის წინ, თუ არის რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯები? მოგახსენებთ მივესალმები მაყურებელს, ეს პრობლემა არ დაწყებულა გუშინ და დღეს, ეს პრობლემა მოდის ყოფილი საბჭოთა კავშირის დროიდან, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს იყო საბჭოთა სივრცის შემადგენელი ნაწილი და იმ დროს რატომღაც არ ექცეოდა ამას არანაირი ყურადღება აქ და არც ტრანსპორტზე და არც შენობებზე და ეს ხრუშჩოვკები და რაც იყო ეს მშენებლობები ფაქტურად არსად გათვალისწინებული არ იყო. მაგრამ უკვე ამდღარ საუკუნეში ცივილურმა სამყარომ მოგცა ამის კაი მაგალითები, ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. არსებობს მაგალითი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი თვითონ გარემოც და მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, ასეთ მაგალითებს ჩვენ ვაწყდებით ევროპის ქვეყნებში, ისეთი როგორც გერმანია, ჰოლანდია, ბრიტანეთი, აბსოლუტურად მოწყობილ გარემოებს ვაწყდებით. აქ სამწუხაროდ აბსოლუტურად მოუწყობელი გარემო დაგვრჩა საბჭოთა პერიოდიდან და სამწუხაროდ ნება არ გამოჩნდა, რომ ახალი რაღაცა ინიციატივით მომხდარიყო. თუმცა ამ ინიციატივის დაყენება მაინც გახდა აუცილებელი. ამ პეტიციით თქვენ შედიხართ მერიაში და ცდილობთ, რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში. როგორ ფიქრობ, რატომ გახდა აუცილებელი, რომ ეს პეტიცია შეგემუშავებინათ? სხვა საშუალებები არ იყო ამ საკითხის დაყენების? მოგახსენებთ. ამ საკითხზე ჩვენ თვითონ ორგანიზაცია, ახალგაზრდა ორგანიზაცია არის, წელიწადზე ოდნავ მეტი არის, რაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. თვითონ დასახელებაში ჩანს კარგად მიზანი, რომ ეს არის იმ პირველი უფლებისათვის ბრძოლა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გააჩნიათ და ეს არის გადაადგილების უფლება. თან ბოდიში გაწყვეტიებთ, მე მახსოვს სპორტული აქტივობები, რომელსაც აწყობს ეს ორგანიზაცია, ადამიანები, რომლებსაც აქვს სპინალური დაზიანებები, აბსოლუტურად, აი ხედავთ ჩვენ, რომ იღებენ მონაწილეობას სპორტულ ღონისძიებებში, არიან სრულიად აქტიურები, მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ ერთი ადგილიდან გადაადგილების თავისუფლება აუცილებელია. მოგახსენებთ, აქ არის ლაპარაკი დამოუკიდებლობის ხარისხზე, რომელიც ამ სიტუაციაში ადამიანისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, ის რამდენად დამოუკიდებელი იქნება. ჩვენ სხვადასხვა პირად შეხვედრების დროს თუ იგივე ტელეეთერიდანაც გქონდა მცდელობას და მივაწვდინეთ კიდევაც გადაწყვეტილების მიღების პირებს ამ საჭიროების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ გახდა საჭირო რაღაცა ესეთი პეტიციის სახის მიცემა
დავამთავრებთ თვითონაც ანუ აქ რაზე არის ლაპარაკი რომ არსებობს დიდი სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საქართველოში ამას ვერ დავწამებთ საზოგადოებას და სამწუხაროდ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ქუჩაში რომ დაგინახო შენ პრობლემასთან ტრანსპორტში იქნება ეს თუ ბორდიურთან აუცილებლად საზოგადოების უმეტესი ნაწილი ცდილობს დახმარებას მაგრამ ამ დროს ირღვევა ფუნდამენტური დამოუკიდებლობის უფლება რომელთაც სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი უწოდე მე ამას ჩვენ მდგომარეობაში და ზუსტად ეხა ეს არის ზუსტად ის ხდება როცა აი ამ დიდ სოლიდარობას საზოგადოების სოლიდარობას ჩვენ მივცემთ ესეთ სახეს რომ ან ჩვენ იმ მომენტში არ გვჭირდება დახმარება ჩვენ საზოგადოების დახმარება ეხლა ვთხოვთ მოგვიწერონ ხელი რაც უფრო ფართო მასშტაბიანი და რაც უფრო დიდი მოთხოვნა იქნება ამაზე მე დარწმუნებული ვარ რომ რეზულტატით დამთავრდება ეს და დაიწყება თითო ხაზზე თითო ავტობუსით და გაგრძელდება რა თქმა უნდა ეტაპობრივად იქ უკვე ტენდერებში და იმაში უნდა ჩაიდოს რომ ახალი შესყიდვები თან დავეთანხმებით ინფრასტრუქტურულად ამის მოგვარება რეალურად ძალიან ადვილია უბრალოდ ამისათვის არის საჭირო კეთილინება და ამ კეთილნებამდე ჩვენ უნდა მიგვაახლოს ჩვენმა მე ძალიან გაკურებული ვიყავი როდესაც სვანეთში ალპურ ბანაკზე ხოში ვიყავი და აღმოაჩინე რომ იქ ყველა კოდეში ჰქონდა სპეციალური პანდუსი. მე როგორც გავარკვე ეს ისევ და ისე თქვენი დამსახურება იყო რომ გაკეთდა ესეთი რამე. მოდი გადავინაცვლოთ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასაც მართლა მაინტერესებს რა ხდება ამ მომენტში. გიუნტერი გვერდება დილიდან და ის უკვე აგროვებს ხელმოწერებს. ეთერში ხარ დილამში და თქვენ პირად მომერს მოგვიანებით ჩავწევთ, მაგრამ მაინც მინდა გაგიმეორებთ. ანუ მოაწეთ ხო არა ხელს იმას რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ხელმისაწვდომი ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის. თქვენი ხელმოწერა მართლა საჭიროა, თუ შეიძლება? დიახ, მოვაწე. სანამ მოაწეს ერთ-ერთი თბილისის ცხოვრები, ხელს მე უბრალოდ შეგახსენებთ რომ ვაგროვებთ ხელმოწერას პეტიციისთვის თუ შეიძლება თან მოვაწეროთ ხელი იმისთვის რომ საშუალება მიცეთ სხვა ადამიანებისთვის გვანცა უკვე შევაგროვე 219-ია ამ ქალბატონის ხელმოწერა რაც ნამდვილად სასიხარულოა და როგორც ვიცი ინტერაქტივშიც უმეტესობა სწორედ საკუთარი ჩვენში უმრავლესობა ხელს აწეს სწორედ ამ პეტიციას უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ გარემო გახდეს ხელმისაწვდომი ყველასათვის უკაცრავად მომიწევს შეწყვეტა დილამში დავის მოგესალმებით თქვენ პირადობით მოაწერეთ შეიძლება ხელი იმას თქვენი სახელი და გვარი ჩხაიძე ლამარა მე ვიცი თქვენ ძალიან გეჩქარებოდათ კონსერვატორიაში მაგრამ მაინც 20 წუთიად გახართ იმისთვის რომ აი ესე პირდაპირ ეთერში დააფიქსიროთ თქვენი აზრი ანუ თვლით თუ არა რომ აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდი მადლობა დროებით შეკითხვით გადავალ გიორგისთან ნუ ეძებ განსხვავებას სწორედ არ უნდა ვეძებოთ განსხვავება იმისთვის რომ დავხმაროთ ამ ადამიანების დილამშვიდობის თქვენს თუ შეიძლება მოაწერეთ ხელი ნუ თვლით თუ არა ვაფიქსირებ ჩემს შეკითხვას რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ადაპტირებული და აუცილებელი აი თქვენ პირადად ეხლა რომ დაგვინახეთ ზაგთახტით ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მანამდე თუ გიფიქრიათ რომ ეს პრობლემა აწუხებს არაერთხელ მიფიქრია რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა ვერ ვხედავდი ვერანაირს გზას და ეხლა ძალიან მიხარია რომ საშუალო ერთ-ერთი გზა იმისთვის რომ მივაწვინოთ ჩვენი ხმა და გარემო გახდეს მართლაც რომ ხელმისაწვდომი ყველაფრის. ნუ ეძებ განსხვავებას. ეს არის ერთ-ერთი სლოგანი კიდევ ერთ რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა და ვთხოვ უბრალოდ ოპერატორს რომ აჩვენოს ეს პოსტერი. როგორც ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც სარგებლობს ეტლით, თუმცა მას შეუძლია თავისუფლად ესე იჯდეს მაგიდასთან. მთავარია რომ საზოგადოებამ არ დაიწყოს ამ განსხვავების მოძებნა. და აღიქვას ესეთი ადამიანი ჩვეულებრივ წევრად, ანუ მისი ინტეგრირება მოხდეს საზოგადოებაში. გიორგი ავალიანთან გადავდივარ შეკითხვით ალავიძესთან უკაცრავად, რომელიც გახლავთ გარემო ყველასათვის გამგეობის წევრი და ჩვენ ვცდილობთ რომ აი ეს მივაწვიოთ ხმა ხალხისთვის გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ იყოს ადაპტირებული გარემო მთლიანად არა მარტო თბილისში იყოს თელ საქართველოში დავით ვიწყებთ თბილისიდან ეს ჩვენთვის არის ფანტასტიკური დღე დღეს იწყება პირველი ნაბიჯი იდგმება იმისთვის რომ ქალაქი იყოს ადაპტირებული
ქალაქის ტრანსპორტი იყოს ადაპტირებული და იმედი გვაქვს საზოგადოების. ყველას ერთად ჩვენი მეშვეობით, ჩვენი ერთმანეთის გვერდში დგომით ეს ამბავი შეიძლება გამოვიდეს. თქვენ გიჭირთ თავისუფლებლად გადაადგილება. ვინ გეხმარებათ? ალბათ მეგობრების დახმარებით. რა არის, ვის როგორ? მე მაგალითად დამოუკიდებელი ვარ პრინციპში და შემიძლია ჩემი მანქანა ყავს და ჩემი მანქანით მოძრაობ, მაგრამ უმეტესობას არ ყავს მანქანა, არ აქვს ტაქსის მოძრაობის ფული და დამოუკიდებლობის ხარისხს ძალიან აგდებს. ადაპტირებული ტრანსპორტი შეუწყობს ხელს პირველ რიგში ჩვენს დამოუკიდებლობას, მეორე რიგში ქვეყნის პრესტიჟს. და ძალიან ბევრი რაღაცა იქნება უფრო ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც, იქნება ჩვენ გვაქვს ყველაფრის უფლება, შრომის, დასვენების, გართობის. ისე დასვენებას ახერხებდი და დადიოდით აუზზე. ყველაფერს ვახერხებდი, დასვენებასაც ვახერხებდი, მაგრამ ძალიან ბევრი ბარიერი ხდება ამისთვის. თბილისში არც ერთი ადაპტირებული აუზი არ არის დღესდღეობით. და მე ჩემი მეგობრების დახმარებით მივდიოდი ამ აუზზე და თქვენც მახსოვ ხართ ერთხელ გადაცემას აკეთებდით იქ და ასე რომ ეს ადაპტირება არ არის მარტო ჩვენთვის, თქვენთვისაც აუცილებელია. როგორც ხედავთ, თავად ეტლით მოსარგებლე ადამიანები ზაგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ გარემო გახდეს ხელმისაწვდომი სწორედ ყველასთვის, სხვა შორის ჩამიარა ძალიან ბევრმა ავტობუსმა და სამარშრუტო ტაქსმა, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი მათგანი ჯერჯერობით ადაპტირებული არ არის. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დღის შემდეგ გადაიდგას ნაბიჯი იმისთვის, რომ გახდეს და ეს გარემო გახდეს ხელმისაწვდომი და თავისუფალი ყველასათვის. Ani, მე ხვდები და ძალიან მიხარია რომ აქტიურობა დაინტერესება დიდია იმ ტერიტორიაზე სადაც ხარ. ეს კი არის ახალი სხვა უნიკალური ვებგვერდის მისამართი, რომელსაც ახლა თქვენს ეკრანზე ხედავთ. გიორგი, მოგვიყევით რა იქნება ამ ვებგვერდზე განთავსებული, რომლის პრეზენტაციაც დღეს არის დაგეგმილი 12 საათზე. 12 საათზე ჩვენს მიერ შექმნილი ვებგვერდი ეს არის ერთად.org. სახელი ერთად მოფიქრებულია, იმიტომ რომ ამას ჩვენ ვერავინ ვერ შევცვლით. პრობლემა საკმაოდ დიდია. ეს პრობლემა ერთ დღეში გადაწყვეტადი არ არის, ეს ეტაპობრივად უნდა დაიწყოს, თქვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით და კიდე ბევრი პრობლემებია, რომელიც მე ნელ-ნელა რომელიც ერთად უნდა მოვაგვაროთ. ხო, და ეს აუცილებლად ამაში ჩართულობა ჟურნალისტები იქნება, სხვა სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი, ყველა ნაწილი ერთად უნდა გავაკეთოთ ყველამ, ესე რომ ვთქვათ, და მაშინ უფრო მარტივად მივიღებთ შედეგს და რეზულტატს. რაც შეეხება თვითონ ვებსაიტს, ეს არის საინფორმაციო ვებ-პორტალი თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აქ მათთვის საჭირო, მათ თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და ასევე საზოგადოების სხვა ნაწილებისთვისაც იქნება საინტერესო. მეტი იცოდნენ ესეთი ხალხის საჭიროებების შესახებ, ინფორმირებულები იყვნენ. მათი ოჯახის წევრებისთვის ასევე აუცილებლად მშობლებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც კონკრეტულად ახლა დადგა ასეთი პრობლემის წინაშე. პეტიციას მინდა დავუბრუნდეთ, არ იფიქროთ, რომ დღეს მთავრდება ეს აქცია, აქტივობა პირიქით უნდა გაიზარდოს და გითხარით, გიორგი. ჩვენ გვაქვს ასევე Facebook-ის page, ერთად.org ქვია იქაც. იქ დაანონსდება ლოკაციები, სადაც გაგრძელდება ისევ მეტროების ტერიტორიები იქნება. ჯგუფებად დავიყოფით, ჩვენ თვითონ გავნაწილდებით და იქ Facebook-ის page-ზე დაანონსდება ალბათ დღესაღამოს უკვე ეს პარასკევი, შაბათი და კვირა რა ლოკაციებში იქნება საზოგადოება საშუალება, რომ ხელი მოაწეროს პეტიციას. მე ჩვენ კი არ გვაქვს ამის გაკეთების საშუალება დღეს სტუდიაში გიორგი. უბრალოდ მინდა ყველა მაყურებელს გადაუხადო მადლობა სანამ ხალხს მოაწერა აქტიურობისთვის ინტერაქტივში, მაგრამ პეტიციაზე ხელის მოწერას განსაკუთრებული არაფერი ჭირდება. ერთადერთი ეს არის თქვენი პირადი ნომერი, თქვენი სახელი, გვარი და ხელმოწერა. შეგროვდება ეს ყველაფერი ერთად და უკვე პეტიცია შევა ქალაქის მერიაში და დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტაცია მოხდეს ადამიანებზე, ვინც სარგებლობს ეტლით. და რასაკვირველია უკვე ის ყველაფერი შემდეგ გაცდეს თბილისის პარკებს, გაცდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტს და უკვე მთელი რიგი ინფრასტრუქტურა მოიცავს.
გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ეს დავამატებ ის საზოგადოებას რომ ინფორმირებულობა გქონდეს, ჩვენ ახლა პეტიცია თვითონ არ წაგვიკითხია რა სახით არის შეძენილი, ორი სიტყვით ვიტყვი რომ ეს არ არის უტოპიური მოთხოვნა, ეს არის რეზულტატზე ორიენტირებული მოთხოვნა, ანუ ჩვენ არ ვითხოვთ ერთ დღეში ხვალვე ადგნენ და გამოცვალონ მთლიანად მთელი ეს ინფრასტრუქტურა საკმაოდ ხაზზე ერთი ადაპტირებული დაემატოს თქვა თვალიდან და შეიძლება მე ეტაპობრივად ნელ-ნელა შეივსოს საბოლოო ჯამში მაინც მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად უნდა იყოს, მაგრამ ეტაპობრივად ამის საშუალებას რა თქმა უნდა ჩვენ მეტად არის ისეთი მაგალითებიც რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მსოფლიოში უმეტეს ადგილას არის გათვლილი ამ ფუნქციაზე ისე რომ ანუ განსაკუთრებული გადაკეთება მას არ ჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი მოწყობილობა იაფასიანი რომელიც შეიძლება ადვილად დამონტაჟდეს და მარტივად შეიძლება ყველა ტრანსპორტი მოხდეს, ყველა ტრანსპორტის ადაპტაცია მოხდეს უკვე. ეხლა ჩემი აზრით ეხლა ახალი ტრანსპორტის ყიდვის დროს უფრო ძნელი არის იშოვო არაადაპტირებული ავტობუსი, ვიდრე ადაპტირებული ავტობუსი და ფაშიც დიდი სხვაობა არ არის. აქ უბრალოდ ნებაზია რომ ტენდერში პირობა ჩაიდოს რომ ეს იყოს ადაპტირებული სახე. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და მე რატომღაც ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს გამოიღებს შედეგს და ძალიან მიხარია რომ ძალიან მცირედი წვრილი ჩვენც ამაში შევიტანეთ. გიორგი ახმეტელი იყო ჩვენი სტუმარი. და ბოლოს შეგახსენეთ ასევე იმას რომ 12 საათზე შერატონ მეტეხი პალასში მოხდება ასევე ამ ვებგვერდის პრეზენტაცია, ასევე ახალი ვიდეოალბომის პრეზენტაცია და რასაკვირველია ყველა დამსწრე შეიძლება რომ პეტიცია შეუერთდეს. გიორგი, უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებთ რომ მალე ეს პეტიცია უკვე იქნება ისეთი რამე, რასაც ძალიან დიდი რეაგირება მოყვა. რეკლამის შემდეგ გიბრუნდებით, დროებით.